ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ღონისძიება ლანჩხუთობას დაემთხვა. მინისტრმა მასწავლებლებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა და მადლობა გადაუხადა იმ შრომისა და თავდადებისთვის, რომელიც წლების განმავლობაში მომავალი თაობის აღზრდას მიუძღვნეს. ღონისძიება ლანჩხუთობა 2025-ის ფარგლებში გაიმართა, სადაც მინისტრმა სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, გურიის დელეგატთან ერთად ქალაქის ცენტრში გამოფენილი ადგილობრივი სხვადასხვა აქტიობით იყო დატვირთული. წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მეწარმეების შემოქმედება, ეთნო და საბავშვო სივრცეები და კულინარიული მასტერკლასები. ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდნენ საპატიო ლანჩხუთელები. ლანჩხუთობა საღამოს გალა კონცერტით დასრულდა. დავაჯილდოვეთ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები, მიულოცეთ ის დამსახურებული წოდება, რომელიც მათ თავისი შრომით, თავისი თავდადებით, სულისკვეთებით, მომავალი თაობების აღზრდით და ყველაფერი იმ ძალიან დიდი ძალისხმევით დაიმსახურეს, რომელიც წლების განმავლობაში მათ შრომასთან არის დაკავშირებული. მათ ქვეყანას აღუზარდეს არაერთი ღირსეული თაობა, აგრძელებენ ძალიან ღირსეულ მოღვაწეობას და ჩვენთვის მართლაც ძალიან დიდი პატივია, რომ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ამ ადამიანებს განსაკუთრებულად მოვეფეროთ, გამოვხატოთ მათდამი უდიდესი სითბო და სიყვარული, იმიტომ რომ ისინი იმსახურებენ ამ დაფასებას, ამ ურთიერთობას. საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრთან ერთად ლანჩხუთში ღვაწლმოსილი პედაგოგები დავაჯილდოვეთ. ეს ერთგვარი დაფასება მათი შრომის, მათი თავდაუზოგავი მოღვაწეობის და იმ პროფესიონალიზმის, რასაც ისინი გადასცემენ მომავალ თაობას. მინდა მადლობა გადაუხადოთ თითოეულ მათგანს და წარმატებები უსურვო.